Dabrundit პირდაპირ ეთერში ზალუდ უმაშვილთან ერთად შეკითხვა დავსვიმე ზალიკო რეკლამამდე, ანუ შენს გადაწყვეტილებას წინ უძღოდა კრიზისი რუსთავი 2-ში. ხომ არ გაიცვალა შენი ეს გადაწყვეტილება, პოლიტიკური გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის თემაზე? მოკლედ, გვარამია დარჩა დირექტორად, შენ წახვედი პოლიტიკაში. რა სიტყვი ამაზე? არაფერი, მე კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა, რომ რუსთავი 2-ის შიგნით განვითარებულ მოვლენებზე მე ეხლა ვერაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ ერთი რამე შემიძლია დაბეჯითებით გითხრა რა, არანაირ კრიზისზე ჩემი გადაწყვეტილება დამოკიდებული არ ყოფილა. ანუ არანაირი ულტიმატუმი არ ყოფილა, რომ უნდა დაეყენებინა ეს ულტიმატუმი. ნუ აი ვთქვათ მიხეილ სააკაშვილის ფონდაც, ნაციონალური მოძრაობის რომელიმე ლიდერს. არა, არანაირი ულტიმატუმი არ ყოფილა, მე მივიღე, მე კიდევ ერთხელ მივიღე, მე წლებია ამ გადაწყვეტილებაზე ვფიქრობ, რომ პოლიტიკაში წავიდე, რომ ჩავთვალე საჭიროდ ეხლა რომ დრო არის პოლიტიკაში წავიდე და მივიღე ეს გადაწყვეტილება და აქ არანაირი კრიზისი არ იყო საუბარი. კარგი, და ბოლო კითხვა უნდა დაგისვა, გუშინ გააკეთე განცხადება City Park-თან დაკავშირებით. მე მომეჩვენა, რომ პირდაპირ არცაც ხედე დაარტყი გიგი უგულავას, რომლის მერობის დროსაც იყო ეს ხელშეკრულება დადებული City Park-თან. მე მომეჩვენა, თუ ნამდვილად მიზან მიმართულად დაარტყი გიგი უგულავას იმის საპასუხოდ დაუშვათ, რაც წამოვიდა მისგან, რომ აი ზალს არ აქვს მაგეთ საარჩევნო კამპანიის წარმოებისთვის საჭირო ტემპერამენტი, ენერგია და ასე შემდეგ და ის პოლიტიკიდან წავა, როგორც კი დამარცხდება არჩევნებში. არა, მე ეგეთ განცხადებებს არ პასუხობ ზოგადად. ეხლა რაც ეხლა შენ ჩამოთვალე, არ ვთვლი საჭიროდ რომ საერთოდ პასუხი გავცე. თუმცა რაც შეეხება გუშინდაჭმე განცხადებას, მე გიგი უგულავას კი არ დავარტყი. მე დავარტყი პრობლემას, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს, რომელიც დაიწყო ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს და ამ ხელისუფლებამ გადაიყოლა და შეირგო. ძალიან კარგად. ჩემთვის თავარია პრობლემა, რომელიც დღეს ქალაქში არსებობს. ეს არის City Park-ი, რომელსაც ვერც ერთი ხელისუფლება ვერ გაუმკლავდა. მე შევძლებ, რომ ამ ქალაქს ჩამოვაშორო City Park-ი. მე იმის წინააღმდეგ კი არა, რომ პარკინგი არ უნდა დააჯარიმო ადამიანი, უნდა დააჯარიმო, მაგრამ სანაცვლოდ უნდა შესთავაზო რაღაცა. საპარკინგი უნდა დააყენებინო სადმე ჯერ მანქანა და მერე უნდა დააჯარიმო. ეს არის აქ თავარი პრობლემა და ამის გადაწყვეტას ვაპირებთ და ძალიან მარტივია თან ამის გადაწყვეტილება. ის რომ 25 მილიონს თბილისის ბიუჯეტი თურმე ვერ შეულობს, რომ გადაუხადოს ჯარიმა, ბოდვა აბსოლუტურად არც უნდა გადაუხადოს თბილისმა 25 მილიონი იმას თბილისელებმა არ უნდა გადაიხადოს, ინვესტორმა უნდა გადაიხადოს. ეს ხო მარტივია, უბრალოდ არავის არ უცდია ამის გაკეთება. დიდი მადლობა, წარმატება მინდა გისურვო, ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. ეხლა მინდა სტუდიაში ვთხოვო ელნე ხოშტარიას, ევროპული საქართველოს მერობის კანდიდატს. მადლობა ელნე, რომ ხარ ჩვენთან ერთად. როგორ ხარ? დიდი მადლობა, რომ მიღებ გადაცემაში მონაწილეობას. მე მაინტერესებს ერთმანეთს რას ეთქოდით და ზალიკოს უშვებ. ანუ როგორი კონკურენტი იქნება შენთვის, როგორ ფიქრობ? სიამოვნებით შევალ ზალიკოსთან პროგრამაზე კონკურენციაში. დებატებზე დაჯდები მასთან ერთად. რა თქმა უნდა. კარგად იყავით, წარმატებები, ძალიან დიდი მადლობა. ვემშტობები ზალუდ უმაშვილს და ევროპული საქართველო და ელენე ხოშტარია. დიდი მადლობა ელენე, რომ ხართ ჩვენთან ერთად. მე მინდა დაგისვათ ასეთი კითხვა. პირველი კითხვა რაც იყო ბოლო შეკითხვა ზალიკოსთან. ფიქრობ თუ არა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ გუშინ ღიად დაარტყა გიგი უგულავას, თქვენს ლიდერს, City Park-თან დაკავშირებით გაკეთებული ამ განცხადებით. ანუ რეალურად ომი ამ არჩევნებში ხომ არ წავიდა ნაციონალურ მოძრაობასა და მისგან გამოყოფილ ევროპულ საქართველოში. და პირმინდა გითხრათ, რომ არ ვადევნებ თვალყურს ვინ ვის დაარტყა ამას, იმიტომ რომ უბრალოდ არც ამის დრო მაქვს და არც თვლი რომ უფლება რომ აი ამ რაღაცას დავხარჯო ენერგია. ჩემი პირველი სიტყვები, როდესაც წავდექი მერობის კანდიდატად, იყო ის, რომ მე არ ვაპირებ არავისთან კინკლაობას. ჩვენი ამოცანა არის არა რომელიმე ოპოზიციურ ძალასთან ჯიბრი, ასე ვთქვათ, არამედ ქალაქისთვის კონკრეტული პერსპექტივის შეთავაზება და ქართულ ოცნებასთან ჭიდილი, ასე ვთქვათ, იმისთვის, რომ ჩვენ გქონდეს სამართლიანი არჩევნები, სადაც ხალხის არჩევანი იქნება, ცემენ პატივს და შევცვალოთ ადგილობრივი თვითმმართველობა ხალხის არჩევნის მიხედვით და არა ვთქვათ რაღაცა манипуляციით ხელისუფლების მხრიდან. ამიტომ მე პრინციპულად არ ვაპირებ, რომ შევიდე კინკლაობაში, რაც არ უნდა მოხდეს ნებისმიერი ოპოზიციის ძალიდან ოპოზიციურ ძალასთან და ჩემი თავარი ენერგია იქნება მიმართული იმ პრობლემების მოგვარებაზე, რაც თავისთავად ძალიან რთულია და იმედი მაქვს, რომ დღეს საშუალება მექნება, რომ ამ პრობლემებზე ვისაუბროთ, რაც აწუხებს ხალხს. იმიტომ რომ ამას მე არ ვამბობ
უბრალოდ რაღაცა პიროვნული ურთიერთობების თუ პოლიტიკური ურთიერთობების გამო. ეს არის უმნიშვნელოვანესი ამოცანა და ძალიან სერიოზული პრობლემა ჩვენ საზოგადოებაში, რომ ხალხი, რომელიც უყურებს ამ კინკლაობას, მართლა გადაღლილია იმისგან, რომ არავის არ ცალია ადამიანების პრობლემებისთვის და ძირითადად პოლიტიკა იქცა პოლიტიკოსების ჯიბრის სივრცე. სადაც აი როცა ადამიანები უყურებენ ტელევიზორს და მესმის, როცა ვესაუბრები ადამიანებს, თავარი წუხილი ეს აქვს. ტელევიზორს როცა უყურებენ, თავის-თავს იქ ვერ ხედავენ. ისინი მხოლოდ ხედავენ ორ რაღაცა ხმალამუღებულ ვიღაცა პოლიტიკოს, რომელიც ცდილობს, რომ მეორე სისუსტე დაამტკიცოს და არა ის, რომ რაღაცა შესთავაზოს საზოგადოებას. ეს სერიოზული პრობლემაა, იმიტომ ამან გააჩინა სერიოზული უნდობლობა საზოგადოებაში პოლიტიკოსების მიერ. ჩვენ დავსვით ასეთი შეკითხვა, წახვალ თუ არა არჩევნებზე, ეს არის ჩვენი ინტერაქტივის შეკითხვა. დიდი პროცენტი ჩვენი მაყურებლის ჯერჯერობით ამბობს, რომ ის აპირებს წავიდეს. აი ამ განწყობის მიუხედავად მე გარკვეულწილად გეთანხმებით, არის უნდობლობა პოლიტიკოსების მიმართ და შეიძლება ითქვას, რომ ძალიან დიდი უნდობლობაც არის. აქედან გამომდინარე სწორედ, აი რა იმედით გადიხართ ამ ომში. სახეზია ძალიან სერიოზული კონკურენცია, კახი კალაძე, რომელსაც ხვალ ქართული ოცნება ოფიციალურად წარადგენს, ზალო დუმაშვილი, რომელსაც უკან ზურგს უმაგრებს თქვენი ყოფილი გუნდი და თქვენი გუნდის ყოფილი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, სავარაუდოდ ალეკო ელისაშვილი. რა პერსპექტივას ხედავთ თქვენთვის, ელენე? რაც უფრო მეტი კონკურენტია, უფრო კარგია, თუ ეს ბრძოლა იქნება ხედვის პროგრამების და შეთავაზებების კონკურენცია. ამიტომ არც ერთი კონკურენტის მე არ მეშინია ამ თვალსაზრისით და პირიქით, რაც უფრო მეტ რაღაცა შევთავაზებთ საზოგადოებას და ისინი მე ამოირჩევენ, რომელია უკეთესი, ეს იქნება ძალიან კარგი. დღეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანები გარდა ამ უნდობლობის არიან უიმედოები, პერსპექტივის შეგრძნება არ არის ქალაქში. ამიტომ ყველაზე მთავარი რაც ჩვენ გავაკეთოთ, რაც უნდა გავაკეთოთ, არის არა ოპონენტების სისუსტის, არამედ პერსპექტივის განცდა უნდა შეუქმნათ ამ ადამიანებს და ამიტომ მაქვს მე ძალიან დიდი იმედი, რომ მე მგონია, რომ ის ხედვა, ის რწმენა, რაც მე მაქვს, რომ შესაძლებელია, ის ენერგია, რომ შესაძლებელია ამ ქალაქიდან ქალაქი, რომელიც არის ტრავმირებული და დეპრესიული დღეს, გახდეს შესაძლებლობების თანამედროვე სიცოცხლით სავსე ქალაქი, ეს შესაძლებელია, რა თქმა უნდა, არა იმ 4 წელიწადში მხოლოდ, რომელშიც მე ვიქნები და მე ვიქნები ამაყი, თუ შევძლებ, რომ მომდევნო მერს დაუტოვო რაღაცა უკვე გამზადებული ერთი აგური დადებული, რომ მე მომდევნომ დაადოს კიდე ერთი, მაგრამ სწორედ ამ ახერხოთ, ხომ უნდა გახდეთ მერი. აი როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ გახდებით, როცა ასეთი ძლიერი არის კონკურენცია? იმიტომ რომ სწორედ ორიენტირება მონაწილეობისთვის ახალი პარტიის არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ როდესაც შენ დღეს თავარი რა არის აი ეს ამომრჩეველი, რომელიც თუ დაინახავს პერსპექტივას, სწორედ ენდობა იმ ადამიანს. მე არ ვამბობ დღეს რაღაცა თვით დაჯერებით, რომ მე ხედავ უკვე რომ დღეს რაღაცა პერსპექტივა ირწმუნა ხალხმა, პირიქით, მე ძალიან გულწრფელი მინდა ვიყო, გამოწვევა არის ძალიან დიდი, რომ ხალხმა რას ვამბობთ, მარტო ის კი არ მოისმინოს. გულებამდე მივიდეს ადამიანების და მართლა დაიჯერონ, რომ რასაც ვეუბნებით, ეს არ არის ტყუილი. ეს არ არის უბრალოდ წინასაარჩევნო რაღაცა ოქროს კოშკები. უნდა დაიჯერონ, ელენე. აი ნებისმიერი თქვენი ამომრჩეველი, პოტენციური ამომრჩეველი, აუცილებლად გეტყვით თქვენ, რომ თქვენ ხართ იმ გუნდის კანდიდატურა, რომელიც იყო უკვე ხელისუფლებაში და რომელსაც უარი უთხრეს ხელისუფლებაში ყოფნაზე საკუთარმა თანამოქალაქეებმა და საკუთარი ქვეყნის ამომრჩევლებმა. აი რატომ უნდა დაგიჯერონ მაშინ თქვენ? სწორედ ეს არის მე ჩემს დამოკიდებულებებს თქვენს მიმართ მოდით გვერდით გადავდეთ და ძალიან სწორი კითხვა და ეს არის სწორედ გამოწვევა, რომ რატომ უნდა დაგიჯეროთ, ხო? მათ შორის აი ყავით ხელისუფლებაში. მე ვფიქრობ აქ ძალიან გულწრფელი პასუხი იქნება ის, რომ 2012-ში მართლაც ჩემი აზრით სამართლიანად გვითხრეს უარი და ერთის მხრივ ჩვენ გვაქვს გამოცდილება მართლაც ქვეყნის შენების, მაგრამ ყველაზე მთავარი, აი ამაზე კიდევ უფრო მთავარი არის ის, რომ ჩვენ გვაქვს უნარი, რომ შეცდომები გავიაზროთ, ვისაუბროთ ამ შეცდომებზე ღიად და ადამიანებთან კი არ დავმალოთ და ნაცრისყრა კი არ დავარქოთ შეცდომებზე საუბარს, არამედ მართლაც გულწრფელად ვთქვათ, რომ ეს შეცდომა არის გააზრებული, მაგრამ შეცდომისთვის კი არა. როგორ გამოსწორდება ეს შეცდომა? აი, მაგალითად City Park-ი რო ავიღოთ. City Park-ი კონკრეტულად City Park-ი. City Park-ი არის ნამდვილად არასწორად დადებული ხელშეკრულება თავის დროზე, გიგი უგულავას დროს. რა თქმა უნდა, ჩვენი და მე ვარ ამაყი იმითი, მაპირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ მე ვარ გუნდში, რომელსაც შეუძლია რომ თავის შეცდომაზე ღიად თქვას და იფიქროს
დროს როგორ უნდა გამოსწორდეს ეს შეცდომა და ეს მსჯელობა რა იყოს სწორი, რა არ იყოს სწორი, კამათი იგივე გიგი უგულავასთან ან გუნდის სხვა წევრებთან. ეს არის ჯანსაღი გარემო, რომელიც არის ჩვენთან და მე ამიტომ ჯერა რომ ადამიანები, რომლებიც ფიქრდებიან თავის შეცდომებზე, რომელსაც აქვთ ხედვა, როგორ გრძნობენ პასუხისგებლობას და პასუხისგებლობა ნიშნავს იმას, რომ უბრალოდ დეპრესიაში კი არ ვარდებიან ამ შეცდომებისგან, ახალ ხედვას გთავაზობენ. აი ეს არის სწორედ ის გუნდი, რომელსაც შეუძლია რომ წაიყვანოს ქვეყანა წინ. ამიტომ City Park-ი რო ავიღოთ, ნამდვილად იყო არასწორი ხელშეკრულება, რომელიც დაიდო არასწორი პირობებით, ნამდვილად ამ ხელისუფლებამ არაფერი არ გამოასწორა როგორც ბევრ სხვა სფეროში, მაგრამ დღეს ლაპარაკი მარტო იმაზე, რომ City Park-ი წარსულია და უნდა გავწყვეტოთ ხელშეკრულება, ეს არ არის მომავლის შეთავაზება. ჩვენ იმასთან ერთად რომ ვიტყვით, რომ City Park-ი აღარ იქნება და ვერ პასუხობს ქალაქის ამოცანას, ხედვა უნდა დავდოთ. როგორ გადავწყვეტ პარკინგის პრობლემას? აი ეს ხედვა თუ არ დავდეთ, მაშინ გამოდის, რომ ჩვენ უბრალოდ ვიღაცისკენ ვიშვერთ ხელს, ან იმას ვამბობთ, რაც დღეს ძალიან პოპულარულია. დღეს ძალიან მარტივია, რომ თქვა, რომ City Park-ი არ ვარდა. ვინ არის თქვენი ამომრჩეველი, ელენე? თქვენი ამომრჩეველი, აი რა სეგმენტი არის ამომრჩევლის, რა ნაწილის ხმების იმედი გაქვთ? გეკითხებით ამას, იმიტომ რომ ჯერ კიდევ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ჯერ კიდევ ვიყავით ერთიანები. ანუ თქვენ იყავით ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. მე მითხარით, როცა ანონსისთვის თქვენთან ინტერვიუს წერდი, რომ მაშინ გადავწყვიტეო, რომ მიშასთან ერთად აღარ მინდოდა პოლიტიკურ ომში ყოფნა, როდესაც აღმოვაჩინე, რომ მან აღარ დატოვა არანაირი შანსი ამ ქვეყნის განვითარებისთვისო. აქედან გამომდინარე, აი ამ განცხადებას ისმეს თქვენი ძველი ამომრჩეველი. ვინ არის? ვინ დაგიჭერთ მხარს? ისი იმედი? პირველ რიგში მე არა ვარ სოციოლოგი და არც ვაპირებ, რომ სოციოლოგიურად შევხედო ამას, რომ დავთვალო ვინ დამიჭერს. პირიქით, საზოგადოება საერთოდ არ უნდა იყოფოდეს რაღაცა ჯგუფებად, რომ აი ეს ჯგუფი არის, რომელიც არ დაგვიჭერს მხარს და არ ვეკონტაქტოთ ამათ. ეს ჯგუფი არის ოცნების მხარდამჭერი და ამათი აზრი არ გვაინტერესებს. უნდა დამთავრდეს ეს დრო, როდესაც საზოგადოება იყოფა პოლიტიკური სიმპათიების მიხედვით. პრობლემა გრძნობს როგორც ოცნების ამომრჩეველი, როგორც ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველი, ასევე ჩვენი ამომრჩეველი და ამ პრობლემის მასზე საუბარი და ზოგადად კომუნიკაცია და მოსმენა უნდა გქონდეს აბსოლუტურად ყველასთან. და ესე დაყოფა საზოგადოების არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. კიდევ ერთი მინდა გითხრათ, რომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ სწორედ აი ამ უიმედობაში, სადაც ფაქტია, რომ ქართული ოცნებით კმაყოფილი არავინ არ არის და ქართული ოცნება არ ასხივებს პერსპექტივას, ჩემი აზრით და სხვა ოპოზიციურ ძალებს არ აქვთ აი ამ მომავლის არასხივებენ მომავალს, მე ვფიქრობ, რომ ევროპული საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის, რომ სწორედ აი ამ გადაუწყვეტელი თუ დაღლილი ამომრჩეველს დაანახოს, აი ეს შეიძინოს მათი ნდობა, მიიღოს მათი ნდობა და დაანახოს პერსპექტივა და სწორედ ეს იქნება გამოსავალი, ეს იქნება ის ამომრჩეველი, რომელიც ჩვენ მოგცემს ხმას. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ იყოფა საზოგადოება ამომრჩევლებად, არ იყოფა ადამიანები, ვინ მომცემს ხმას და ვინ არ მომცემს ხმას. მე როდესაც შევდივარ მაგალითად რაღაცა კორპუსში, საერთოდ არ ვსვავ კითხვას, წინ ადრე მომცეს ხმა, ვისაძლევს ხმას თუ არა. მაგრამ იმისთვის რომ გახდეთ მერი გჭირდებათ ეს. იმისთვის რომ გახდეთ მერი გჭირდება ყველა ქალაქის მოქალაქის ნდობა. აი ხვალიდან ხომ არ ფიქრობთ, რომ ყველაფერი შეიძლება აყირავდეს წინასაარჩევნო გარემო, იმიტომ რომ არენაზე გამოდის ქართული ოცნების კაპიტანი, ისეთი ყველაზე მძიმე წონიანი კანდიდატურა შეარჩია ქართულმა ოცნებამ თბილისის მერის პოზიციაზე, რომ იბრძოლოს. ანუ კახიკალაძის შემოსვლა მთლიანად ხომ არა აყირავებს ამ თითქოს ცოტა მშვიდ წინასაარჩევნო გარემოს. რას ელოდებით ამ მთავარი კონკურენტისგან? კახიკალაძე არსად არ შემოდის, კახიკალაძე არის ამდენი წელი ხელისუფლებაში, არის დაკავშირებული კონკრეტულ პრობლემებთან, მათ შორის ძალადობის პრობლემებთან, რომელიც ხო კორცხელში, მათ შორის ძალიან დიდ უსამართლობასთან, რომელიც იყო ფეხბურთის ფედერაციის დროს, მათ შორის პრობლემებთან ენერგეტიკის სფეროში, გაზპრომთან დაკავშირებულ ხელშეკრულებაზე, ანუ არსად რაღაცა რაც არ უნდა ეხლა იმიჯის სრულებასთან მქონდეს საქმე, რა თქმა უნდა, არაფერი სიახლე ამაში არ არის და მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მთავარი პრობლემა არის, რომ ქართულ ოცნებას არ მივცეთ საშუალება, რომ ეს არჩევნები წაიყვანოს უსამართლოდ და სამართლიან ბრძოლაში აბსოლუტურად არანაირი შიში არ მაქვს არც ერთი კონკურენტის, იმიტომ რომ მე ჯერა, რომ რასაც ჩვენ თავაზობთ საზოგადოებას, ეს არის სწორედ პერსპექტივა ამ ქალაქისთვის ზოგადად ქვეყნისთვის. ძალიან დიდი მადლობა. მე მინდა ეხლა ერთ რაღაცას გავუსვა ხაზე, ზალს დაუთმეთ ცოტა მეტი დრო იმის გამო, რომ ეს იყო მისი პირველი პირდაპირ ეთერი და გვაინტერესებდა რა იყო პოლიტიკაში შემოსული ზალის პირველი სათქმელი. ამიტომ გაძლევთ თქვენი სათქმელისთვის 2 წუთს, რომ ჩამოგვიყალიბოთ, რა არის დღეს თქვენი მთავარი სათქმელი თქვენი ამომრჩევლისთვის. და გადავალ უკვე ქართულ ოცნებასთან იგივე დროით, რა დროსაც თქვენი ყავით ჩვენი. კი ბატონო, მაშინ კარგია რომ საშუალება მაქვს უშუალოდ პროგრამაზე შეთავაზებაზე ვისაუბრო. ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ეს არის სოციალური ფონი.
უმძიმესი სოციალური ფონი, როგორც არ უნდა ჩავიკეტოთ კაბინეტებში და ამას არ უყუროთ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა. ამიტომ ჩვენი შეთავაზების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ეს არის ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების ხარჯზე. ადამიანებს გაუზარდოთ, გაუკეთოთ მერიიდან დანამატი 50 ლარი პენსიაზე და ასევე სოციალურად გაჭირვებულებს 155 ლარიდან 520 ლარამდე. ეს დემაგოგიაო, არაერთხელ მოვისმინე. საფუძველზე პირდებით განსხვავებით სხვა ქალაქების მაცხოვრებლებისგან თბილისელებს, რომ აი შენ გექნება 50 ლარი. მესმის, რომ სოციალური დაპირებები ხშირად პოპულისტურად და დემაგოგიურად გამოიყენება ხოლმე, მაგრამ სწორედ ამის თქმა მინდა, რომ ეს არის არა უბრალოდ ნასროლი ციფრი და ჩვენ გვაქვს ყველა ქალაქზე დათვლილი კონკრეტული ციფრი. ყველა ქალაქში 50 ლარი არ არის, ზოგან არის 15, ზოგან 35, იმის და მიხედვით თუ რის საშუალებას იძლევა ადგილობრივი ბიუჯეტი. იმიტომ რომ ჩვენ ეს ბიუჯეტი დავთვალეთ, სიტყვა 50 კი არ გვისვრია, დავთვალეთ რის ხარჯზე. მაგალითად, საწვავის ხარჯი არის 8-ჯერ გაზრდილი. მაგალითად, ფუფუნების რა ქვია, რბილი ავეჯის ხარჯი არის 2-ჯერ გაზრდილი და არის 100,000-ობით. მაგალითად, ბიუროკრატიაზე ცხოველების მონიტორინგი სამსახურიდან 3,5 მილიონი და 3 მილიონი იხარჯება ბიუროკრატიაზე. წარმოუდგენელია. ჩვენ კონკრეტულად დათვლილი ყველა პუნქტი საიდან უნდა მოვიტანოთ 50 ლარი, საიდან მოვიტანოთ 155-დან 520 ლარამდე, მაგრამ რა მინდა ვთქვა და ძალიან მნიშვნელოვანია. სოციალური დახმარების მიცემა ეს არ არის ქალაქის პრობლემების გადაჭრა და ეს არ არის პერსპექტივის შექმნა. მე მინდა რომ ვიყო მერი, რომლის მუშაობის ბოლოს ჩვენ ბევრად ნაკლები სოციალურად გაჭირვებული გვეყოლება და საერთოდ არ დაგვჭირდება ამაზე ხარჯი, იმიტომ რომ ყველაზე მთავარი არის რომ ადამიანებს შეეძლოთ ღირსეულად თავად მუშაობა და ჩვენ შევქმნათ სამუშაო ადგილები. ამისთვისაც ჩვენ გვაქვს არაერთი კონკრეტული შეთავაზება, მე უბან დავდივარ და ამ შეთავაზებას ვაკეთებ. ეს არის სამუშაო ადგილების შექმნა და რაც მთავარია, ქალაქი არ არის ტერიტორია, სადაც შენ უბრალოდ გადაადგილდები. შენ აქ ცხოვრობ, შენი ემოციით, შენი განწყობით, შენი ნიჭით, შენი იდეებით და ჩვენ ეს სივრცე დღევანდელი მოუხერხებელი სივრციდან უნდა ვაქციოთ პერსპექტივის და შესაძლებლობების სივრცე. ამის საშუალება არსებობს, ამის ევროპული მოდელები არსებობს, ამის უამრავი არაჩვეულებრივი სპეციალისტი ყავს, თუ როგორ უნდა განვითარდეს ურბანულად ეს ქალაქი ისე რომ ეს იყოს თანამედროვე ქალაქი და არა ბეტონების ტყე, როგორ უნდა მოგვარდეს ტრანსპორტის პრობლემა, მე მაქვს იმედი რომ თქვენთან მექნება საშუალება რომ ამაზე დეტალურად ვისაუბროთ. ამ თემებზე საუბარი მთელი ივლისის განმავლობაში ალბათ ჩვენი ეთერები დაეთმობა ძირითადად ამ წინა საარჩევნო კამპანიას. მადლობა ელენე. წარმატება მინდა გისურვოთ. დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან. ელენე ხოშტარიას ვემშვიდობები და გადავდივარ უკვე შეკითხვებით ხელისუფლებასთან. არჩილ თალაკვაძე ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერია ხაზზე. ძალიან დიდი მადლობა ბატონო არჩი რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. პირველი კითხვა თქვენთან მექნება ასეთი: ხვალ კახი კალაძეს გამოიყვანს ქართული ოცნება, ყველაზე მძიმე წონიანი ფალავანი შეიძლება ითქვას კაპიტანი შეარჩიეთ ამ ბრძოლის მოსაგებად, რასაც ქვია თბილისისთვის ბრძოლა. რატომ არ დაესწრება ხვალ კახის წარდგენას ბიძინა ივანიშვილი? მოგესალმებით. მოგესალმებით საზოგადოებას, ბუსმენდი, ელენეს და ძალიან საინტერესო ეთერი გაქვთ. რაც შეეხება წონის თვალსაზრისით, კახა კალაძე ძალიან კარგ ფორმაშია და ხვალიდან ის გამოვა უკვე სათამაშო მოედანზე, რომელსაც ქვია არჩევნები, მერის არჩევნები და ბრძოლა თბილისის მომავლისთვის. მე ვფიქრობ, კახას შესაძლებლობები და დიაპაზონი არის ძალიან ფართო, მას ბევრად მეტ ადამიანთან, ბევრად განსხვავებულ აუდიტორიებთან აქვს ყოველდღიური ურთიერთობა, საქმიანი ურთიერთობა, ემოციური კავშირები, ვიდრე ნებისმიერ სხვა კანდიდატს, რომელიც ამ არჩევნებში უკვე არის გამოკვეთილი. მე თუ მაქვს საშუალება, ვეცდები ძალიან მოკლედ გითხრათ, ასე ვთქვათ, კახა კალაძის პროფაილი როგორი არის ამ არჩევნების წინ. როგორ ხედავთ, ხო, საინტერესოა, ანუ რა არის თქვენი აზრით ის ძლიერი მხარეები მისი, რაც იმის თქმის საშუალებას გაძლევთ, რომ ამ ბრძოლას მოიგებთ. ისე საინტერესოა, პირველივე ტურში ელოდებით გამარჯვებას თუ არა. მე მახსოვს წინა ადგილობრივი არჩევნები, როცა ნარმანიას მოგებას ზეიმობდით, როდესაც ტელეკომპანია იმედმა თქვენი ეგზიტ პოლები გამოაცხადა და მე აღმოჩნდა, რომ თურმე საზეიმოდ საქმე არ ქონდა ქართულ ოცნებას, იმიტომ რომ ეგზიტ პოლი არ აღმოჩნდა სწორი და ნარმანიას მეორე ტური დაუნიშნეს. დამეჯერეთ, ჩვენ ზეიმისთვის ნამდვილად არ მოვდივართ ამ არჩევნებში, მოვდივართ საქმის გასაკეთებლად. რაც შეეხება კახა კალაძის კანდიდატურას, მის პიროვნებას, მოდით ძალიან მოკლედ და რეალისტურად შევხედოთ, თუ ვინ
გამოყავს ჩვენს გუნდს ამ არჩევნებში, ვინ იქნება ჩვენი რჩეული კანდიდატი, ჩვენ ხვალ წარვადგენთ უკვე მას ოფიციალურად, წარუდგენთ საზოგადოებას, მანამდე ჩატარდება პოლიტსაბჭო და გადაწყვეტილება, პოლიტიკური გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით გაფორმდება პოლიტსაბჭოზე. პირველ რიგში ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ კახა კალაძე არის თანამედროვე უშუალო ადამიანი, შრომის მოყვარე, მიზანდასახული ადამიანი, რომელმაც საქართველოსთან შრომით მიზანდასახული თანმიმდევრული მუშაობით მიაღწია იმას, რომ ის გახდა ცნობადი მთელი მსოფლიოსთვის საქართველოსთან ერთად. შემდგომში მნიშვნელოვანი კაპიტალი მისი არის ნამდვილად, რომ ის არის ადამიანი, რომელიც ელაპარაკება საზოგადოების ყველა ჯგუფს უშუალოდ. ის ჩვენ ვხედავთ მას 13 ივნისის კრიზისის დროს, სტიქიის დროს მოვლენების ეპიცენტრში, უბრალო მოქალაქეების გვერდიგვერდ, ზუსტად ისეთ ფორმაში, ზუსტად ისევე ჩართულს პროცესებში, როგორც სხვა მოქალაქეებს. ჩვენ ვხედავთ კახი კალაძეს როგორც პოლიტიკურ ლიდერს, მას აქვს მნიშვნელოვანი პოლიტიკური გამოცდილება და გენერალური მდივანია დღემდე ჩვენი პარტიის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ვიცე-პრემიერის პოზიციას იკავებს დღემდე და მე ვფიქრობ, რომ ამ გამოცდილებით კახა კალაძე უზრუნველყოფს თბილისის არამხოლოდ პოლიტიკურ მართვას, არამხოლოდ მენეჯერულ მართვას, არამედ ის უზრუნველყოფს თბილისის როგორც ბრენდის განვითარებას. კახი კალაძის ამ ძლიერი მხარეების პარალელურად, მაგალითად, აი 2 წუთის წინ ამ სტუდიაში ელენე ხოშტარია საუბრობდა კორცხელზე, ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებისას განვითარებულ პროცესებზე. წინა გადაცემაში კახი კალაძესთან დაკავშირებით მთავარი პრეტენზია, რაც ოპონენტებისგან მოდიოდა, იყო ასეთი, მაგალითად, გაზპრომი და დადებული გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც ოფშორული კომპანიის მეშვეობით მოხდა და ასე შემდეგ. ანუ ერთი არის ძლიერი მხარეები, მეორე არის ის პრეტენზია, რასაც კახის უყენებს ოპოზიცია. ამაზე რა გაქვთ პასუხი? გეტყვით ამასაც. მე ვფიქრობ, რომ ოპოზიციამ გაცილებით ადრე შეამჩნია, რომ კახა კალაძე არის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ძლიერი მოთამაშე, ძლიერი ფეხბურთელი და ძლიერი პოლიტიკოსი, ამიტომ მათ თვეების წინ დაიწყეს უკვე ამ შავი პიარის აგორება, თორემ სინამდვილეში კახა კალაძეს კორცხელთან დამაკავშირებელი რაიმე კონკრეტული დოკუმენტი, კონკრეტული არგუმენტი ან მტკიცებულება ჩვენ არ გვინახავს, არც ოპოზიციას მოუტანია ეს და არც სასამართლოს დაუდასტურებია, არც გამოძიების პროცესში არცად ეს არ ჩანს, რაც შეეხება გაზპრომთან დაკავშირებულ საკითხს თქვენ ეთერში რამდენიმეჯერ გაიჟღერა ამან. პირველ რიგში მე ვფიქრობ, ყველაზე ნაკლებად ელენე ხოშტარიას ჯერა, რომ კახა კალაძემ ეს თვითონ დამოუკიდებლად მიიღო ქვეყნისთვის ბრჭყალებში საზიანო გადაწყვეტილება. სინამდვილეში ეს იყო ხელისუფლების მთავრობის გადაწყვეტილება და ეს იყო ხელშეკრულება, რომელსაც თვითონ წინა ადმინისტრაციებიც ყოველ 2 წელიწადში ერთხელ აფორმებდნენ გაზპრომთან. ეხლა აქ არაფერი ახალი არ არის, ეს იყო ვადის გასვლა დოკუმენტის და სავალდებულო იყო, რომ ხელახალი ხელშეკრულება გაფორმებული იყო. ამიტომ ამის მიწებება კახა კალაძის პიროვნებასთან ამის მიწებება, ეს არის ერთგვარი პოლიტიკური ხრიკი და რა თქმა უნდა საზოგადოებასაც არ ჯერავს, რომ კახა კალაძე ერთპიროვნულად აწერს ხელს ქვეყნისათვის საზიანო გადაწყვეტილებას და საერთოდაც ეს ხელშეკრულება რომ ქვეყნისთვის საზიანოა, ეს მხოლოდ ოპოზიციის პირით ვიცით ჩვენ, იმიტომ რომ მე გარწმუნებთ, რომ ეს იყო გონივრული ოპტიმალური გადაწყვეტილება საქართველოსთვის. არჩილ, მე წეგანთ თქვენ შეკითხვა დაგისვით და ისე მოხერხებულად აუარეთ გვერდი ამ შეკითხვას. ბიძინა ივანიშვილი არ დაესწრება კახი კალაძის წარდგენას. რატომ? რას ნიშნავს ეს? ანუ ქართული ოცნება პირველად გადის არჩევნებზე ივანიშვილის გარეშე. როგორ ფიქრობთ, ეს დამაზიანებელი ხომ არ იქნება და ბიძინა ივანიშვილის გარეშე იქნება კი შედეგი მთელი ქვეყნის მასშტაბით, არა მხოლოდ თბილისზე გეკითხებით, რისი სურვილიც აქვს თქვენს გუნდს. რატომ არ იქნება ხვალ ივანიშვილი? საინტერესოა თქვენ რას ფიქრობთ, ეს კარგია თუ ცუდი თქვენი საზრით, მაგრამ მე ვფიქრობ ერთ რამეს ამაზე მაქვს ძალიან კონკრეტული პასუხი. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თავისი
ასე თქვა, ამოცანები თავის დროზე გააცნო საზოგადოებას, მან შექმნა პოლიტიკური პარტია, დღესაც არის ამ პოლიტიკური პარტიის ძალიან პატივსაცემი და გავლენიანი წევრი, თუმცა ასევე გახსოვთ, რომ მან წინასწარ უთხრა საზოგადოებას, რომ გარკვეული დროის შემდეგ პოლიტიკურ პროცესებში აღარ მიიღებდა მონაწილეობას, დატოვებდა პრემიერ-მინისტრის პოსტსაც და მან ზუსტად ზედმიწევნით შეასრულა ხო, თუმცა პრემიერის პოსტის დატოვების შემდეგ, მაგალითად საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენ ვნახეთ ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ყველა რეგიონი მოიარა და ესე იგი თითქმის ყოველ 2 დღეში ერთხელ მხარი დაუჭირეთ ქართულ ოცნებას, რომ სატელევიზიო გადაცემებიდან გვეუბნებოდა. ცოტა უცნაურად მეჩვენება მე პირადად. აი ეხლა რატომ გადაწყვიტა? ანუ წინა არჩევნებზე, რომელიც რამდენიმე თვის წინ ჩატარდა, პრაქტიკულად ყველგან მან იარა თქვენი სახელი და დღეს რატომ არა? და თქვენ საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია, რომ ის არ თქვათ არ დაესწრება ხვალ შემიძლია რომ სანაცვლეო დაგიდოთ, რომ ხვალ არ იქნება ბიძინა ივანიშვილი კახი კალაძის წარდგენისას მთაწმინდაზე. მე ერთ რამეს გეტყვით ამ შემთხვევაში, რომ კახა კალაძეს აქვს გუნდის სრული მხარდაჭერა და ჩვენ პოლიტიკურ პროცესებს წარმართავს სრულიად გამჭვირვალედ და ჩვენ ხალხის წინაშე ვდგავართ ზუსტად იმ შემადგენლობით, რა შემადგენლობითაც ვდგავართ. ასე რომ აქ რაღაც ინტრიგების ძებნა ჩემი არანაირი ინტრიგა არ არის ჩემი მხრიდან, უბრალოდ საინტერესოა ეს შეკითხვა. არც უცნაურად არ მეჩვენება ის, რომ ადამიანმა, რომელმაც თქვა, რომ პოლიტიკურ პროცესებში აღარ მიიღებდა ღიად პირდაპირ მონაწილეობას, დატოვა პრემიერ-მინისტრის პოზიცია, თუ აღარ ჩაერთვება ის პოლიტიკურ პროცესში, ეს მხოლოდ და მხოლოდ ნიშნავს ერთადერთ რამეს, რომ ქართული ოცნება, როგორც პოლიტიკური გუნდი გაძლიერდა, ქართულ ოცნებას აქვს მეტი სოციალური კაპიტალი დღეს, ქართული ოცნება უფრო ეფექტურად წარმართავს მმართველობას ქვეყანაში. მე ვფიქრობ, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ამაზე მიუთითებს. რაც შეეხება ხვალინდელ წარდგენას, მე კიდევ ერთხელ ვამბობ, კახას აქვს კავშირი საზოგადოების პრაქტიკულად ყველა ჯგუფთან, ის არის წარმატებული სპორტსმენი, ის ელაპარაკება ახალგაზრდობას, ის მუშაობს და ჩართულია სხვადასხვა რეფორმებში, ის არის ნოვატორი მინისტრი, რომელმაც ქარის ელექტროსადგურების პროექტი დანერგა, ის არის უშუალო ადამიანი, რომელიც ფეხით დადის, რომელიც თვითონ მართავს საკუთარ მანქანას, რომელიც უშუალოდ ეკონტაქტება ყველას, ის არის კარგი მამა, კარგი ოჯახის ასე ვთქვათ პირობებში სამი შვილის მამა, მას ყავს შესანიშნავი მეუღლე, ადამიანი, რომელმაც იცხოვრა ევროპაში, საკუთარი შრომით ევროპაში, გახდა ერთ-ერთი საუკეთესო, გახდა ვარსკვლავი, ამიტომ ვინ თუ არა კახა კალაძემ ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს შრომა, რას ნიშნავს სიმდიდრე, რას ნიშნავს ევროპული სტანდარტები, რას ნიშნავს საინტერესო იყო გუნდის ლიდერის მხრიდან კახის ასეთი დახასიათება, კახა კალაძის დახასიათება, მოკლედ, რაღაც ისეთი საინტერესო მესიჯები ამოვიკითხე ახლა, ანუ ეს იქნება ის მთავარი მესიჯები, რომელსაც ჩვენ ხვალინდელი წარდგენისას მოვისმენთ, რაც ახლა თქვენ გააჟღერეთ ეთერში, ხო? უკვე მივხვდი და კანდიდატი კახა არის ადამიანი, რომელიც ასევე ხელმძღვანელობს საკმაოდ მნიშვნელოვან სამინისტროს, მენეჯმენტის თვალსაზრისით მათ აქვს ასევე დიდი გამოცდილება და მე მგონი, რასაც ჟურნალისტები ყველა ეთანხმებით, არის ის, რომ ეს ადამიანი კახა კალაძე ძალიან ბევრს მუშაობს საკუთარ თავზე, ის ვითარდება ყოველ დღე, ის ვითარდება როგორც პოლიტიკოსი, ის ვითარდება როგორც ლიდერი და დარწმუნებული ვარ, როგორც გითხარით, ის უზრუნველყოფს თბილისის არა მხოლოდ ასევე არის
ქველმოქმედი ადამიანი, რომელიც საკუთარ ხელფას ყოველთვიურად რიცხავს საქველმოქმედო ფონდში, მართვას, არა მხოლოდ მენეჯმენტს, არამედ თბილისის როგორც ბრენდის განვითარებას. ეს არის ახალი, ტრადიციული, მაგრამ ახალი ევროპული თბილისი. მადლობა, მაინც არ წამომყევით იმაზე, თუ გნებავთ თქო სანაძლეო დავდოთ, რომ ხვალ ბიძინა ივანიშვილი არ იქნებაო და თქვენ საიდან იცითო მკითხეთ და ბოლო კითხვას გისვამ, თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ ასე არ იქნება? ანუ ბიძინა ივანიშვილის გარეშე არ ჩაივლის. მე დარწმუნებული ვარ, ერთ რამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ კახა კალაძეს აქვს ჩვენი გუნდის სრული მხარდაჭერა და ჩვენ ამ მხარდაჭერით გამოვდივართ ამ არჩევნებში. წარმატება მინდა გისურვო, დიდი მადლობა. ალბათ ხვალ როცა კახი კალაძეს წარადგენს ქართული ოცნება, წეღან ელენესთანაც თქვის საუბარში აყირავდება წინა საარჩევნო სიტუაცია, ყოველ შემთხვევაში საინტერესო პროცესები განვითარდება. ახლა კი სტუდიაში ვთხოვ ნატა ფერაძეს, პარტიზანი მებაღე, თაკო ჩარკვიანს, პუბლიცისტი. მადლობა დიდი გთხოვთ ქალბატონებო. ჩვენ უნდა ვისაუბროთ მოახლოებულ მერის არჩევნებზე. დიდი მადლობა რომ იღებთ